გვინდა გაგაცნოთ ის სიახლე, რომელიც დღეს შევიტყვეთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოდან. სასამართლომ გვაცნობა, რომ დაიწყო რუსული კანონის წინააღმდეგ სამოქალაქო საზოგადოების, მედია ორგანიზაციების და ფიზიკური პირების მიერ გაგზავნილი საქმის განხილვა ყველა იმ უხლთან მიმართებით, რომელიც საჩივარში იყო მოცემული. როგორც საზოგადოებას მოიხსენება, ჩვენ ეს საქმე გავაგზავნეთ 2024 წლის 17 ოქტომბერს რუსული კანონის წინააღმდეგ და დაობდით არაერთი კონვენციით გარანტირებული მუხლის დარღვევაზე, მათ შორის საჩივარი შეეხება ისეთი მუხლის დარღვევებს, როგორიც არის გაერთიანების თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება, პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება, დისკრიმინაციის აკრძალვის მუხლი, ასევე სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალებების უფლება და უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები. აი ამ ყველა მუხლთან მიმართებით ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაიწყო საქმის განხილვა და სახელმწიფოს გამოუგზავნა შეკითხვები, რომელთა შესახებაც უნდა იყოს შესაბამის დროს პასუხი გაგზავნილი. ამ საქმეს აქვს უდიდესი მნიშვნელობა, ეს მათ შორის დასტურდება თავად სასამართლოს მიერ მოწერილი წერილითაც, სადაც არის საუბარი იმაზე, რომ საქმეს შესაძლებელია მიენიჭოს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საქმის სტატუსი, რაც გულისხმობს იმას, რომ ერთის მხრივ ძალიან სწრაფად მოხდება საქმის განხილვა, ხოლო მეორეს მხრივ ასეთი ტიპის სტატუსი ენიჭება მხოლოდ და მხოლოდ ისეთ საჩივრებს და ისეთ საქმეებს, რომელმაც შესაძლებელია გამოიწვიოს მათ შორის ქვეყნის კანონმდებლობის ცვლილებაც. ამრიგად ამ საქმეს აქვს მნიშვნელობა როგორც მომჩივანი ორგანიზაციებისთვის და ინდივიდებისთვის, ვინც არიან საჩივარში მითითებული, ასევე სრულიად საქართველოსთვის და სრულიად საქართველოში დემოკრატიისა და თავისუფლებისათვის.